უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება იგეგმება, დაიწყო ფაქტიურად, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების და კვლევითი მიმართულებების შედარებითი ანალიზი. ამ პროცესის და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიღებულ იქნა საინტერესო გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ასევე უმაღლესი განათლების კურატორი სამინისტროში, ბატონი ზვიად გაბისონია, მოგესალმებით. ნებათაღელვა მოყვა ამ პროცესს, ბუნებრივია და მოდი დავიწყებ ისეთ ყველაზე კრიტიკული შენიშვნით, რაც არის, რომ ახლა ამ პროცესს მოყვება საათების შემცირება, ამ პროცესს მოყვება კვოტების შემცირება, ამას მოყვება სტუდენტების რაოდენობის შემცირება, პროფესორ-მასწავლებლების გააყრა, ცოტა უფრო მძიმე ფორმებითაც ამბობენ. აი, გითხარით რა ხდება რეალურად, რა მოყვება ამას, მოყვება თუ არა საათების შემცირება, რატომ მოყვება თუ არა კვოტების და საერთოდ რატომ გახდა ამ პროცესის დაწყება? მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში თქვენ იცით, რომ ჩვენ დავაანონსეთ უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მრავალკომპონენტიანია. მათ შორის უმნიშვნელოვანესი არის პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მოგიხსენებათ. შესაბამისად, ის რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთი კონკრეტული ფაკულტეტი უნდა დარჩეს, ეს ყველასთვის ცნობილია, ჯერ კიდევ შემოდგომის პერიოდიდან. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენ განვაცხადეთ 3+1+1 მოდელზე გადასვლა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე მე როგორც საპარლამენტო მდივანმა წარვადგინე პარლამენტში და დაჩქარებული წესით იქნა მიღებული. ახლა საუბარია მეორე ფაზაზე, გულისხმობთ აღსრულებით ნაწილზე და მინისტრმა გუში პირდაპირ განაცხადა, რომ აქ საუბარი არის აღსრულების დაწყებაზე, იმ გადაწყვეტილებებისა, რაც ჩვენ კონცეფციით გავაჟღერეთ და შესაბამისად, როცა საუბრობთ ამ წუთას ამ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, ეს არის კონტექსტში ჩასმული საკითხი, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის ძალიან რთულად მისაღები, მოგეხსენებათ. ჩვენთვისაც ხვდებით ალბათ აკადემიურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. მე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი 17 წელი გახდით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც გახლავართ. ამიტომ ორივე უნივერსიტეტი ძალიან კარგად ვიცი და მე მესმის ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, ეს ასეა. საუბრობ ჩვენ 100 წელზე მეტი ხნის უნივერსიტეტებზე. აქედან გამომდინარე, თუ ემოციურ ფონს გამოურიცხავთ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის მრავალშრიანი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთი კონკრეტული კომპონენტი არ არის მაგრამ თავარ საჭიროებას ვერ გამოვყოფთ, რატო გახდა საჭირო ამ აუცილებელი პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია ხარისხის გაუმჯობესება. სასწავლო ხარისხის გაუმჯობესება. პირველ რიგში ეს უნდა იქნას მიღწეული, როგორც გითხარით, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა იყოს ერთი იურიდიული ფაკულტეტი, ერთი ეკონომიკის ფაკულტეტი, ერთი სამშენებლო ფაკულტეტი და ასე შემდეგ. და არა 20. და არა 20, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი. მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტს. მაგრამ შეერთებით ხარისხის გაუმჯობესების პირიქით არის შეში, რომ პირიქით ხარისხი გაუარესდება შეერთების ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გეტყვით რატოს. პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო უნივერსალური ტიპის უნივერსიტეტი აქამდეც, მაგრამ მას არ ჰქონდა ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულების ფაკულტეტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო და პირველ ეტაპზე იყო მკაცრად გამოყოფილი ტექნიკური მიმართულებების, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული მძიმე პერიოდზეა ლაპარაკი, როცა მნიშვნელოვანი იყო შემოსავლების ზრდა და აქ სრულად ობიექტური მიზეზები არსებობს, რა თქმა უნდა, დაიწყო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებების ფაკულტეტების შემოერთება, რაც არ იყო და არც ერთ ქვეყანაში მოგეხსენებათ, არ არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართულება. დღემდე ასეა, რა თქმა უნდა. ამიტომ ის თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი გულისხმობს ორი ფაკულტეტის შერწყმას, ეს უნივერსიტეტების გაერთიანების გარეშეც იყო დაგეგმილი და ეს ყველასთვის ცნობილია. ამიტომ ცოტა უხერხულია, როდესაც დღეს მივაბით ეს თემა და ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვა სოციალური მიმართულების ან ჰუმანიტარული მიმართულების ფაკულტეტები უნდა გაერთიანებულიყო. ეს ისედაც ასე იგეგმებოდა. ეს იყო შენობების თემა, რომ შენობების გასხვისება იგეგმებაო, ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკურად სად წავა, დარჩება თავის ადგილზე? იცით რა არის, როგორც იურისტი მინდა გულწრფელად გითხრათ, რა კავშირი აქვს ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას ქონების გასხვისების საკითხთან? მე ვერ გეტყვით, არანაირი კავშირი არა აქვს, ძალიან მარტივად გეტყვით. გასხვისების საკითხზე თუ მიდგა საქმე, ცალკე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა რატო არ შეიძლება გაიყიდოს იურიდიულ დონეზე, ან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის. ამიტომ
აქ არანაირი კავშირი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ამ ცვლილებებს არ აქვს. უფრო მეც გეტყვით. ორშაბათს იქნება ბიურო პარლამენტში, სადაც დაამტკიცებენ იმ კვირის დღის წესრიგს, სამშაბათს დილით დაიწყება საჯარო განხილვები, რომელსაც მე წარვადგენ მეორე პაკეტს და თქვენ თავად ნახავთ, რომ არც ერთი მუხლი და არც ერთი პუნქტი ქონების გასხვისების რაიმე ტიპის პრობლემატიკას არ ეხება, ან გამარტივების ფაზას, ან რაიმე ტიპის ცვლილებებს, რომელიც საშუალებას მიცემს სახელმწიფოს რომ გაასხვისოს. აქ საუბარია ერთი უნივერსიტეტების შერწყმის შედეგად რეორგანიზაციის პროცედურებზე, როგორ უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ დღეს არსებული ნორმატიული აქტი უმაღლესი განათლების შესახებ მე-13 მუხლი შეიცავს რეორგანიზაციის მუხლს, უბრალოდ ის არ არის ჩაშლილი, ასე ვთქვათ. ამიტომ ამ დეტალებს შეიცავს ერთი და მეორე შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის ინსტიტუტი. ხო და აი ბოდიში რას ნიშნავს წამყვანი პროფესორი და აქედან გამომდინარე, რადგან სიტყვა რეორგანიზაციას ახსენებ, სულ არის საუბარი იმაზე, რომ აი ამ რეორგანიზაციის შედეგად საათები შემცირდება, კვოტები შემცირდება, პროფესორმა სწავლებლებს უნივერსიტეტებიდან გაყრიან, აი ამაზე რას გვეტყვი? პირველი საკითხი, რეორგანიზაცია გულისხმობს როგორც გაყოფას, გამოყოფას, ასევე შერწყმის საკითხებს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, ანუ შერწყმაზე, ამიტომ ხაზგასმით მინდა ვთქვა, საუბარი არის გაერთიანებაზე ორი უნივერსიტეტისა და არა ერთი უნივერსიტეტის გადაყლაპვაზე, როგორც გუშინ საუბრობდნენ მეორე უნივერსიტეტი. ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს, როგორც თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან სახელწოდება და გასაგებია მე მგონი და ნათელია რატომ ტოვებთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელწოდებაში, არა მარტო რეიტინგებისთვის, არამედ მსოფლიო ბრენდზე ვლაპარაკობთ, ხო? აქედან გამომდინარე, აქ მე მგონი კითხვის ნიშანი ამ ნაწილში არის. რა თქმა უნდა, ასევე საუკუნოვანი ისტორია აქვს თავისთავად ტექნიკურად. მაგრამ თუმცა ისტორიულად მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ფაკულტეტი გახლდათ, ანუ თბილისის სახელმწიფო თავის დროზე როცა დიდმა ივან ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი შექმნა, იქ იყვნენ მამები, ასე ვთქვათ, რომლებმაც შექმნეს შესაბამისი ფაკულტეტი და მოგვიანებით საბჭოთა წყობილების დამყარების დროს პირველივე წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა, მოგვიანებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ანუ აქ არ ვსაუბრობთ ამ მიმართულებაზე, რომ ისტორიული ტრადიციები არ აქვს, უზარმაზარი ტრადიციები აქვს ორივეს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ 2026 წელზე, როცა უმნიშვნელოვანესია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ეპოქაში საუნივერსიტეტო მოდელი იყოს მოდერნიზებული და თანამედროვე. აღნიშნული გამოწვევები სრული პასუხისმგებლობით გეტყვით აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტსაც, ჰარვარდსაც, MIT-საც, კოლუმბიასაც და ნებისმიერს, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიური პროგრესი ისეთ ტექნოლოგიებს გვთავაზობს, სადაც შრომითი ბაზარზე ადაპტირებული განათლება ძალიან ჭირს ყველგან. ამიტომ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ პროფესურის სამუშაო ადგილების გადარჩენაზე, რაც ბატონმა გიორგი იკითხა, პირდაპირ გიპასუხებთ, ალბათ მოусმენდით, მთავრობის პირდაპირი რეკომენდაცია და მითითება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი და ასევე კვლევითი პერსონალი. უფრო მეც გეტყვით, ჩვენ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ამ ფაკულტეტების შერწყმის შედეგად გარკვეული ტიპის ადგილების გამოთავისუფლება, იმ ადამიანებს ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავასაქმოთ ადმინისტრაციულ პოზიციებზე ან სამეცნიერო კვლევით პოზიციებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია თქვენ იცით, რომ სასწავლო პროცესი და სამწუხაროდ ხშირად ეს არ ესმით იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ზოგიერთი ექსპერტს უწოდებს თავს, მაგრამ შეიძლება ეს შენობები ახლა რაზეც ვლაპარაკობთ, შეიძლება მხოლოდ სააკაძის მოედნიდან ქონდეთ გარედან დანახული და შიგნით საერთოდ არ იყვნენ შესულები. ამიტომ ახლა ასეთ ტიპის კონსულტაციებს და ასეთ ტიპის რჩევებს ნამდვილად ვერ მივიღებთ, გულწრფელად გეტყვით, ადამიანები, რომლებიც აწლეულებია იქ მუშაობთ. აი წინასწარი კონსულტაციები, ხო, ორი დიდი ძალა, ორი რექტორი, ორი აკადემიური საბჭო, მათთან წინასწარ საუბარი, კონსულტაციები, მათი აზრის მოსმენა. აი ეს წინა პროცესი როგორი იყო, სანამ გადაწყვეტილებას გამოცხადებით, იმიტომ რომ გამოცხადების მერე უკვე დაიწყო საპროტესტო ტალღა და ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც აკადემიურ საბჭოში და პროფესურაში, ასევე სტუდენტებში არის დიდი მღელვარება. წინა პერიოდი როგორი იყო მათთან კომუნიკაციის? ეს პროცესი დაწყებულია დაახლოებით ზაფხულის ბოლოდან. მოგეხსენებათ, როდესაც შემოდგომის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა წარადგინა უმაღლესი განათლების კონცეფცია. კონცეფცია არის ნათელი, ამის შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს კონცეფცია. დაველოდეთ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, ოფიციალურად დავამტკიცეთ და პირველი პაკეტი მივიღეთ. შესაბამისად, არაფერი განსაკუთრებული თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ გადაწყვეტილებას გულისხმობ უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ, კონცეფციიდან ახალი არ არის. არც ამოგლეჯილი არ გახლავთ კონცეფციიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი ამოცანა გახლავთ სტუდენტებისთვის შევქმნათ ისეთი სწავლის გარემო, რომელიც უპასუხებს 21 საუკუნის მოთხოვნებს. ამ ეტაპისთვის ვთვლით, რომ აუცილებელია ხარისხის გაუმჯობესება ორივე უნივერსიტეტში და სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ჩვენი ამოცანა ორივე უნივერსიტეტში აღნიშნული ცოდნის
შერწყმა მოხდეს, ერთმანეთი შეავსონ, ტექნიკის და ტექნოლოგიების მიმართულებით, სამშენებლო მიმართულებით გაძლიერდეს ერთიანი უნივერსიტეტი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც გაერთიანებულ უნივერსიტეტს, თავისი გაერთიანებული სიმძლავრეებით და არა ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორეს მიერთების პროცესს. კი ბატონო, ჩვენ ძალიან გვიყვარს საზოგადოება, ზოგადად მაგალითებზე საუბარი ოქსფორდი ახსენეთ, MIT ახსენეთ და ასე შემდეგ. თუ შეგვიძლია ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის სტანდარტი, ვთქვათ კონკრეტულად რომელი ქვეყნის პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რომ რაღაცა სიმყარისთვის ესეც უფრო მეცაც გეტყვით, გაერთიანებებთან დაკავშირებითაც გეტყვით, ანუ ევროკავშირის ბოლო 20 წლის პრაქტიკა რომ ავიღოთ, არსებობს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, მაგალითად შემიძლია გითხრათ ფინეთი, შეგიძლია გითხრათ ირლანდია, შემიძლია გითხრათ საფრანგეთი, სადაც 3-4 სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეერთდა. არასოდეს არ დამდგარა საკითხი არც ავტონომიურობასთან დაკავშირებით და არც კონსტიტუციური პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით. ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა არსებული საჭიროებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი არ გულისხმობს თბილისის პრინციპს. გულისხმობს საქართველოში იმის გამო რომ არის პატარა ქვეყანა, მაგრამ იცით თქვენ რომ გადანაწილებული გვაქვს დაახლოებით წარმოდგენილი გაქვთ რამდენი უნივერსიტეტი აქვს საქართველოს. რეგისტრირებული ხო რა 64 უნივერსიტეტიდან 19 უნივერსიტეტი გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოღონდ აქ შედის რეგიონული უნივერსიტეტებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი კონცეფციის მიხედვით თბილისი და ქუთაისი ხდება ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო ჰაბები, სადაც უნდა იყოს კონცენტრირებული პრაქტიკულად ყველა ფაკულტეტი. ამიტომ ეს გულისხმობს, რომ თბილისის ფაკულტეტების მსგავსად ქუთაისშიც უნდა იყოს განვითარებული ყველა მიმართულების ფაკულტეტი. მაგრამ თუ რაღაცა კონკრეტულ ფაკულტეტზე მიმართულებაზე სწავლობს ადამიანი ბათუმში, ამ შემთხვევაში მას მოუწევს ქუთაისში ან თბილისში თუ ბათუმში არ იქნა. ბათუმი სპეციფიკურია, ძალიან ავტონომიურია და იქ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის სპეციფიკა იყოს გათვალისწინებული. საგნის მიხედვით გადაწყდება სად ისწავლის სტუდენტი, მაგალითად სამართალზე ისწავლის ქუთაისში და ფსიქოლოგიაზე თუ ჩააბარებს ისწავლის ბათუმში. სამართალზე შეუძლია ისწავლოს თბილისშიც და ქუთაისშიც და შეიძლება ბათუმშიც, შეიძლება ისწავლოს ეკონომიკაზეც ანალოგიურად, კერძო უნივერსიტეტებში შეუძლია ისწავლოს სადაც უნდა და სადაც ეს პროგრამები არის. შემოხაზვების ნაწილშიც მაგალითად თუ იურიდიულზე ან ეკონომიურზე უნდა ჩაბარება, მას შეუძლია შემოხაზოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული ორი უნივერსიტეტი გვაქვს მოგეხსენებათ, ერთი ისტორიული წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეორე ახალი კიუ, კი ბატონო, შემდეგ შეუძლია შემოხაზოს ერთი და იგივე მიმართულებები, მათ შორის დაამატოს კერძო უნივერსიტეტების სამართლის სკოლები ან იურიდიული ფაკულტეტები, ან შეცვალოს და ვთქვათ სხვა ტიპი. ერთი და იგივე უნივერსიტეტი შეუძლია სხვა პროფესიებიც არის. კი ბატონო, მაგრამ ახლა რომ აქვს უნივერსიტეტების არჩევანი, ვთქვათ ერთი და იგივე მიმართულებით, ხო, ფსიქოლოგიას იქაც ვისწავლი, იქაც ვისწავლი, რომ აერთიანებთ ამ შემთხვევაში რაღაცა ძალიან დიდი კონკურენცია არ იქნება? კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. გასაგებია რომ მნიშვნელოვანია. საუნივერსიტეტო სწავლის დროს კონკურენცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, თუმცა თქვენ ალბათ იცით და ეს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ ჩვენ არ უგეგმავთ წელს კვოტირების შემცირებას, ანუ დაახლოებით 20-21000 სტუდენტი რა რაოდენობაც შარშან იყო მაგალითად, დაახლოებით ამ ოდენობის კვოტირება იქნება გამოყოფილი, ასე რომ წელს იქნება ძალიან მრავალფეროვანი, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან გვინდა რომ თანდათან იყოს სწავლის ხარისხი ამაღლებული, ვთქვათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ნელა იწიოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 3-4 წლის თავზე იმის და მიხედვით საბაკალავრო პროგრამები როგორ იქნება დალაგებული, ჩვენ მივიღოთ შრომის ბაზარზე მდგრადი კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი კადრები, რაც დღეს ძალიან გვიჭირს და ეს ძალიან ნათელია. აქედან არის ის ტაქსისტების ცნობილი ანეკდოტები და ასე შემდეგ, ბევრი დიპლომიანი და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ ამ მიმართულებით გარღვევა მოახდინოთ. ბატონო, ახლა ვამოწმებდი და არ მინდა შემეშალოს, ამიტომ წელს არ ვიტყვი, მაგრამ მე მახსოვს ძალიან ბევრი წლის წინ, როგორ გამოაგდეს ისტორიის ინსტიტუტი ცნობილი შენობიდან, როგორ არაფერი არ კითხეს. არა მარტო ისტორიის ის იყო ძალიან მძიმე სანახავი და მაშინ არავის არაფერი ხმა არ ამოუღია, არც არავინ მოთათბირები, არც აი ეს პირდაპირ გამოაგდეს ისტორიის ინსტიტუტი. ამ ნაწილში გიორგი მაპატიეთ რომ ჩაგეჭერით, ამ ნაწილში პირდაპირ გეტყვით, ჩვენ გვეგმავთ რადიკალურ გადახალისებას ინფრასტრუქტურისა, ყველა კვლევით ინსტიტუტს, ისტორიის ინსტიტუტის ჩათვლით ექნება თავისი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა, თავარი ამოცანა რომ ის მიბმული იყოს ისტორიის ფაკულტეტებზე. ანუ თავარი ამოცანა თქვენ იცით 7 გამოწვევიდან მე-6 გამოწვევა, რაც პრემიერმა დაასახელა, გახლავთ სუსტი კონტაქტი მეცნიერებას, ანუ კვლევებსა და აკადემიურ სწავლებას შორის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი განვითარების შედეგად სასწავლო ფაკულტეტებთან ერთად მას
მასზე იყოს კონცენტრირებული და მიბმული შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები, კლასტერული პრინციპით ან სხვაგვარი პრინციპით, სადაც კვლევარებს შეიძლებათ ლექციების წაკითხვა, ხოლო პროფესორებს შეიძლებათ მათთან ერთად საგრანტო პროექტებში საქმიანობა. ამიტომ ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება განხორციელებული. მეცნიერების მიმართულებითაც ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, რომ სამეცნიერო საზოგადოებას მალე წარუდგინოთ გაცილებით უფრო უკეთესი მოდელი, ვიდრე დღემდე არის. გიორგი რაც ახსენა, რომ ის ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტი წლებია უმძიმეს მდგომარეობაში გვაქვს მაღლივში ბიოლოგების კიბის ქვეშ არიან კონცენტრირებული ინსტიტუტი, რომელმაც უზარმაზარი ისტორია შექმნა. ამიტომ ასეთი ტიპის კრიტიკას, ასეთი ტიპის ადამიანებისგან, ვინც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო, ნამდვილად სახელის ფორმირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც იყო ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული 1918 წელს, ის არის ჩვენი ეროვნული სიამაყე, ის არის ჩვენი ეროვნული სიამაყე, ასეთი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს უნივერსიტეტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ნამდვილად ფლაგმანი იყოს ქართული განათლების მოდელისა. მისი 150 წლის იუბილეა ივანე ჯავახიშვილის და წინასწარ გილოცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი და ამოუწერავი თემა, დარწმუნებული ვარ ამ თემაზე პოლემიკა და საუბარი გაგრძელდება და იმედი არაერთხელ გიხილავთ ჩვენ სპიკერად. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა იმედის